მე დღეს მინდა ვილაპარაკო დღევანდელ დროზე. რა დროშიც ჩვენ ცხოვრობთ. და ამ დროში ძალიან ბევრი უსამართლობა ხდება. რამდენიმე ხნის წინ ჩვენი პასტორები ლაპარაკობდნენ ქრისტიანობის სამ სახეზე. ხორციელი ქრისტიანი, შვინვიერი ქრისტიანი და სულიერი ქრისტიანი. ხორციელი ქრისტიანები ერთ დროს ჩვენც ვიყავით. ხორციელი ქრისტიანები არიან ადამიანები, ვისთვისაც ღმერთი სადღაც მიუწვდომელშია. მათ თავისი ცხოვრება აქვთ, ღმერთი თავის სამეფოში ცხოვრობს. ესეთი ადამიანები თავის ცხოვრებაში საერთოდ არ უშვებენ ღმერთს და არც თვლიან საჭიროდ რომ და ბევრთან ვისთანაც მქონია ლაპარაკი უთქვია როგორ შეიძლება რომ ღმერთი ჩემს ცხოვრებაში იყოს. ის ხო წმინდა, მე კიდე ცოდვილი. არიან მშვინვიერი ქრისტიანები და ყველაზე ძნელი გამოსაცნობი და ყველაზე სახიფათო ხალხი, რო ვთქვათ, მშვინვიერი ქრისტიანები არიან. იმიტომ რომ ისინი შეიძლება ჩვენ გვერდშიც არიან. ისინი ეკლესიაში დადიან, ისინი რაღაც წესებს იცავენ. მე მინდა ვიდრე გავაგრძელებ ჩემ ლაპარაკს, წავიკითხო ერთი ადგილი წმინდა წერილიდან. გამაფრთხილებელი ადგილი. ეს იუდას წერილია. იუდას ერთი თავი აქვს სულ. და მოდი მესამე მუხლიდან წავიკითხავ. საყვარელო, ძალიან მონდომებული ვიყავით თქვენთვის მოსაწერად ჩვენ საერთო ხსნაზე. მაგრამ საჭიროდ ცანი მომეწენა თქვენთვის გასამხნევებლად, რომ იბრძოლოთ რწმენისათვის, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გადაეცა წმინდებს. რადგან შემოიპარნენ ზოგიერთი ადამიანები, რომელთაც ადრიდანვე ეწერათ ეს სასჯელი. უხთონი, რომელთაც ჩვენი ღმერთის მადლი გარყვნილებად აქციეს და უარყოფენ ჩვენს ერთადერთ ხელმწიფესა და უფალს იესო ქრისტეს. მინდა შეგახსენოთ, თუმცა ყველაფერი იცით, რომ უფალმა ერთხელ იხსნა ხალხი ეგვიპტის ქვეყნიდან, ხოლო შემდეგ კი დაღუპა ურწმუნონი. ხოლო იმ ანგოლოზებს, რომლითაც არ დაიცვეს საკუთარი ხელმწიფება, არამედ მიატოვეს თავიანთი სავანე, ამყოფებს საუკუნო ბორკილებში, წვდიათში დიდი განკვითხის დღემდე. ასევე სოდომი და გომორა და მათ ირგვლივ ქალაქები, მათ მსგავსად რომ რუშობდნენ და აედევნენ უცხო ხორცს, საუკუნო ცეცხლის დასჯის მაგალითად არიან დადგენილნი. მსგავსადვე ეს მეოცნებენიც, რომელიც ბილწავენ ხორცს, უარყოფენ უფლებად და გმობენ დიდებად. მიქაელ მთავარანგელოზმაც კი ეშ მაგთან დავისას, როცა ეცილებოდა მას მოსეს სხეულისათვის, ვერ იკისრა გმობის მსჯავრის წარმოთქმა, არამედ თქვა შეგრისხოს უფალმა. ესენი კი გმობენ იმას, რაც არ იციან, ხოლო რაც იციან ბუნებრივად, როგორც უგონო ცხოველებმა იმით იხრწნებიან. ვაი მათ, რადგან კაინის გზით დადიან და აყვნენ ბალაამის ცდომილებას, საზღაურისათვის ჩადენის და კორახის ამბოხში იღუპებიან. თქვენი სიყვარულის პურობებზე ისინი წყალქვეშა კლდეები არიან, უშიშრად ნადიმობენ თქვენთან ერთად და მასპინძლობენ თავიანთ თავს. ქარისაგან მიმოფანტული უწყლო ღრუბლები არიან, შემოდგომის უნაყოფო ხეები, ორგზის მკვდარნი და ამოძირგულნი. ზღვის მძინვარე ტალღები თავისივე სირცხვილით აკაფებული, ცდომილნი ვარსკვლავი, რომლითაც უკუნითი წვდიადია შენახული საუკუნოდ. იწინასწარმეტყველა მათზე ენოქმაც, ადამიდან მეშვიდე თაობაში და თქვა, აჰა მოდის უფალი თავის 10,000 წმინდასთან ერთად, რათა განიკითხოს და ამხილოს ყველა ყოველგვარი უხთო საქმისათვის, რაც მათ უხთოობით ჩაიდინეს და ყველა სისასტიკისათვის მის მიმართ, რაც უთქვამთ უხთო ცოდვილებს. ისინი მდრტვინავნი არიან, უკმაყოფილობი, თავიანთი გულის თქმებს აყოლნილი, მათი ბაგენი მაღალფარდოვანად მეტყველებენ, პირფერობენ ანგარების გამო. თქვენ კი საყვარელო გახსოვდეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოციქულთაგან წინასწარ თქმული, რომ გეუბნეოდნენ თქვენ, რომ უკანასკნელ ჟამს იქნებიან
ქირდავნი, დამცინავნი, თავიანთი უხთო გულისთქმებით მავარნი. ესენი არიან განმყოფელნი, მშვინვიერნი, რომელთაც სული არა აქვთ. აი ამ ადგილზე ჩამოთვლილია უამრავი ადამიანი, რომელიც შეიძლება ჩვენს ცხოვრებაში შევხვდნენ, რომელიც შეიძლება ჩვენს გარემოცვაშიც იყვნენ. მაგრამ როგორ უნდა გავარკვიოთ? იცი ხშირად რატომ დავიწყე მე ეს ლაპარაკი? ხშირად ყოფილა ესეთი შემთხვევა, როცა ადამიანს ელაპარაკები და ადამიანებს ყველაფერზე ლაპარაკი შეუძლიათ. შეუძლიათ ილაპარაკონ პოლიტიკაზე, შეუძლიათ ილაპარაკონ სპორტზე, შეუძლიათ ილაპარაკონ ბიზნესზე. მათთვის გახსნილები არიან ის მიწიერი, რაც ხდება პოლიტიკა თუ რაც არის ყველაფერი, რაც მიწიერია, ყველაფერზე ისინი გახსნილი არიან და ყველაფერზე შეუძლიათ თავისი აზრი გამოთქვან, ილაპარაკონ, მაგრამ როგორც კი ღმერთის სიტყვაზე დაიწყებ ლაპარაკს, როგორც კი ღმერთის სიტყვის განხილვაზე დაიწყებ ლაპარაკს, მათთვის ეს უცხოა. ისინი ამას არ ღებულობენ, ისინი არც მონაწილეობას არ იღებენ. ისინი ისევ სხვა რამეზე გადადიან, ისევ სხვა რამეზე გადაერთობიან. იმიტომ რომ შვინვიერისთვის სულიერი სისულელია და ვერ იღებენ ისინი ამას. მათეს სახარებაში მეშვიდე თავში იესო გვეუბნებოდა თუ როგორ უნდა მათეს სახარება. მეშვიდე თავი მე-15 მუხლიდან. თუ როგორ უნდა გავარჩიოთ? ერიდეთ სულ წინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხრის სამოსით მოდიან თქვენთან. შიგნით კი ტაცებლები მგლები არიან. მათი ნაყოფით იცნობთ მათ. განაეკლიდან ყურძენს კრეფენ, ან ყუროს თავიდან ლეღვს, ამგვარად ყოველი კარგი ხე ნაყოფსაც კარგს ისხამს, ხოლო უკეთური ხე ცუდ ნაყოფს ისხავს. არ შეუძლია კარგ ხეზე ცუდი ნაყოფის გამოღება, კარგ ხეს ცუდი ნაყოფის გამოღება და არც უკეთურ ხეს კარგი ნაყოფის გამოღება. ყოველ ხეს, რომელიც კარგ ნაყოფს არ ისხამს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ. ამგვარად მათი ნაყოფით იცნობთ მათ. ეს არის დასკვნა, მათი ნაყოფით იცნობთ მათ. და მესამე, ესენი სულიერი ქრისტიანები არიან. ესენი ხელახლა შობელი, ღმერთისგან შობილი ქრისტიანები არიან. და იოანეს მე-8:14 ამბობს, რომ ისინი ღმერთის შვილები არიან და ღმერთის შვილები ისინი არიან, ვინც ღმერთის სულით წარიმართებიან. უფრო უკეთესად რომ გავერკვეთ ჩვენ, რა ხდება, რატომ ხდება ეს? ყველა ხომ ქრისტეს სახელს ატარებს. მაშინ უნდა დავიწყოთ თავიდან. რა მოხდა ადამიანის ცხოვრებაში? რატომ ხდება ეს ყველაფერი? თქვენთვის ეს ცნობილია, მაგრამ მე შევეცნები ის ჩემი დანახულიდან გადმოგცეთ და შეიძლება ძალიან ბევრი რაღაცა აღმოაჩინოთ აქ კიდევ ისეთი, რაც მანამდე არ დაკვირვები ხართ. დავიწყოთ დაბადებიდან, თუ ღმერთმა რა მიზნით და როგორ შექმნა ადამიანი. ეს არის დაბადების პირველი თავი 26-ე მუხლი. დათქვა ღმერთმა, შევქმნათ ადამიანი ჩვენს ხატად და ჩვენს მსგავსად და ეპატრონოს ზღვაში თევს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელ დედამიწას და ყოველ არსებას, რაც კი მიწაზე იძურის. და შექმნა ღმერთმა ადამიანი თავის ხატად. ღვთის ხატად შექმნა იგი, კაცად და ქალად შექმნა ისინი. და აკურთხა ღმერთმა ისინი და უთხრა, მოშენდით და იმრავლეთ, აავსეთ მიწა და დაეუფლეთ მას და ეპატრონეთ ზღვაში თევს, ცაში ფრინველს, ყოველ არსებას, რაც კი მიწაზე იწვრის. ღმერთის მიზანი იყო შეექმნა ადამიანი თავის ხატად, მსგავსად და მიეცა მისთვის ძალაუფლება ყველაფერზე, რაც კი ღმერთს შეუქმნია მანამდე. პირველი, რაც ღმერთს უნდოდა ხატება, ეს შესრულდა, იმიტომ 27 მუხლში ვხედავთ, რომ თავის ხატად შექმნა ისინი. ღმერთი ვიცით, რომ არის მამა, ძე და სული წმინდა. ადამიანი არის სული,
შვინვა და სხეული. ჩვენ მისი ხატება ვართ. მაგრამ მისი მსგავსება უნდა მიგვეღო მასთან ურთიერთობით. ჩვენი პიროვნება, ჩვენი სული, ჩვენი მშვენვა, ჩვენი გონება უნდა ჩამოყალიბებული იყო ღმერთთან ურთიერთობით. მაგრამ სამწუხაროდ ღმერთთან ურთიერთობა მალე შეწყვიტა პირველმა ადამიანმა, ადამმა. მან არა მარტო შეწყვიტა ურთიერთობა, ამ ურთიერთობის შეწყვეტასთან ერთად მან დაკარგა მესამეც, რაც ღმერთს უნდოდა ადამიანისთვის, რომ მიეცა მმართველობა და ძალაუფლება დედამიწაზე. დაბადების მეორე თავში მე-17 მუხლი არის, რომ ღმერთი აფრთხილებს ადამს, ოღონდ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ ჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ მოკვდები. და მესამე თავში ვიცით, რომ მას უკვე ეშმაკი ევლინება, აცდუნებს და ადამიც და ევაც შეჭამენ ამ ნაყოფს. ამაზე აღარ მოვყვები, ეს ყველა მიცით და ისინი გამოგდებული იქნებიან ედემის ბაღიდან. სულიერად მოკვდა ადამიანი და დამთავრდა ღმერთთან მისი ურთიერთობა. ღმერთი აღარ ყვებავდა მის სულს. აღარ იცვლებოდა ღმერთის სიტყვის თანახმად მისი გონება. ადამმა აირჩია, რომ თვითონ გაერკვია რა იყო კარგი, რა იყო ცუდი მის ცხოვრებაში და დაიწყო დამოუკიდებლად ცხოვრება, როგორც დღეს ბევრი ჩვენთაგანი ცხოვრობს. ვინც ქრისტიანებად იწოდებიან, მაგრამ ღმერთს არ ეკითხებიან თავის ცხოვრებაში არაფერს. რატომ ვერ შეძლო ადამიანმა ღმერთისათვის სათნო ცხოვრება? მას შემდეგ ძალიან ბევრი წელი გავიდა, რაც ეს ამბავი მოხდა. მაგრამ ადამიანს არ შეეძლო მიეღო ის, რაც დაკარგა თავისით. ღმერთმა გამოარჩია მთელი კაცობრიობიდან ებრაელი ერი, აბრაამის მეშვეობით. წარმოიშვა ებრაელი ერი. მათ მისცა კიდეც შემდეგ რჯული, მოსეს მისცა რჯული ვიცით. მაგრამ ვერც ამ რჯულმა უშველა ადამიანებს, რომ ღმერთისათვის სათნოდ ეცხოვრათ. ერთი მიზეზის გამო. იმიტომ რომ ბუნება, პიროვნება ადამიანისა მრავლდებოდა ეშმაკის თესლით. ეშმაკი იყო მათში და ყოველი დაბადებული ქალისაგან შობილი ადამიანი ცხოვრობდა ეშმაკის ბუნებით. გენეტიკურად გადადიოდა შთამომავლობიდან შთამომავლობაში. ამასაც წერილის თანახმად ვიგებთ. იოანეს სახარებაში მერვე თავი, მოდი 38 მუხლიდან წავიკითხოთ. იესო ელაპარაკება ებრაელებს. მე იმას ვაუწყებ, რაც ჩემს მამასთან ვნახე. თქვენ კი აკეთებთ იმას, რაც თქვენი მამისაგან მოისმინეთ. მიუგეს და უთხრეს მას, ჩვენი მამა აბრაამია. უთხრა მათ იესომ, თქვენ რომ აბრაამის შვილები იყოთ, აბრაამის საქმეებს გააკეთებდით. ახლა კი მე მეძებთ მოსაკლავად ადამიანს, რომელმაც გითხარით ჭეშმარიტება, რაც ღმერთისაგან მოვისმინე. აბრაამს კი ასეთი რამ არ გაუკეთებია. თქვენი მამის საქმეებს აკეთებს. უთხრეს მას, ჩვენ სიძვით შობილნი არა ვართ. ერთი მამა გვყავს, ღმერთი. უთხრა მათ იესომ, ღმერთი რომ იყოს თქვენი მამა, მაშინ გეყარებოდით მე, რადგან მე გამოვედი და მოვედი ღმერთისაგან, რადგან მე ჩემით კი არ მოვსულ ვარ. არამედ მან მომავლინა. რატომ ვერ იგებთ ჩემს ნათქვამს? იმიტომ რომ არ შეგიძლიათ ჩემი სიტყვების მოსმენა. თქვენი მამა ეშმაკია და თქვენი მამის გულის თქმის შესრულება გწადიათ. ის კაცის მკვლელი იყო, თავიდანვე და ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან არაა მასში ჭეშმარიტება, როდესაც სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს
რადგან ცრუა იგი და სიცრუის მამა. ეს იესოს სიტყვებია. ადამიანები, რომლებსაც იესო ელაპარაკებოდა, ისინი მორწმუნეები იყვნენ. ისინი ღმერთის შვილებად თვლიდნენ თავის თავს. ისინი ეკლესიაში დადიოდნენ. ისინი სწირავდნენ შესაწირავს. ისინი ცოდვის შესაწირავს სწირავდნენ. ყველა რიტუალს ასრულებდნენ და გაუკვირდათ რატო ეუბნეოდა იესო ასე. მაგრამ იესო პირდაპირ ეუბნება, რომ თქვენი მამა არის ეშმაკი. თქვენი მამა ეშმაკია და ვინც არის ვისგანაც არის შობილი პიროვნება ადამიანი, ის მისი მსგავსი არის. ის მისი ბუნების მატარებელია, ის მისი გენეტიკის მატარებელია. ამიტომ ამ ადამიანებისთვის შეუძლებელი იყო, რომ ღმერთისათვის სათნოდ ეცხოვრათ. ისინი ასრულებდნენ ქვეცნობიერად იმას, რაც ეშმაკს უნდოდა. ეგონათ, რომ თვითონ ფიქრობდნენ ამას, თვითონ აკეთებდნენ, მაგრამ ეშმაკის სურვილებს ასრულებდნენ. შემდეგი ადგილი, რომელიც მინდა წავიკითხო ეს არის ეფესელთა წერილი. ეფესელების მეოთხე თავი 17 მუხლიდან. ამას ვამბობდა მოწმო ფუფალში, პავლე მოციქული გვეუბნება, რათა აღარ მოიქცეთ ისე, როგორც წარმართები. იქცევიან თავიანთ ამაოებაზე მიპყრობილი გონებით. გონება დაბნელებული და ღმერთის ცხოვრებისაგან გაუწყობებული. თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო. ისინი, რომელთაც სირცხვილის გრძნობა დაკარგეს და გარყვნილებას მიეცენ, რათა ყოველგვარი უწმინდურობა ჩაიდინონ გაუმაწყვრებით. ხოლო თქვენ ასე არ შეგიძლიათ ქრისტე, თუ მართლად გსმენიათ მისგან და მასში ხართ განსწავლული, რომ იესოშია ჭეშმარიტება. მიტოვებული გაქვთ ძველი ადამიანის წინანდელი ცხოვრება, გულის თქმებით და ცდუნებებით გახრწნილი. აქ გავჩერდები და შემდეგ ამ თავს დაუბრუნდებით კიდე და გავაგრძელებთ. იესო ეუბნებოდა ებრაელებს, რომ თქვენი მამა არის ეშმაკი. პავლე მოციქული ეუბნებოდა ამ ქრისტიანებს ეუბნებათ, რომ ძველი კაცი გაქვთ მიტოვებულიო, ძველი ბუნება გაქვთ ადამიანისა მიტოვებულიო. და მანამდე რასაც ეუბნებოდა, რომ ისინიო აი წარმართები როცა იყავით, აი ამ ძველი ბუნებით ცხოვრობდითო, რომელიც ეშმაკის ნებას ემორჩილებოდა და ავლენდა იმ თვისებებს, რაც ეშმაკს ჰქონდა. და როგორი არის ადამიანის ბუნება? აქ თუ დაუკვირდებით 22 მუხლში, ეს ძველი კაცი იყო როგორც ეშმაკი, ცრუ, მაცდური, გულის თქმებით აყოლილი და ხრწნილებას დაქვემდებარებული. ასევე მოდი წავიკითხოთ 1 იოანეს წერილი, მეორე თავი, მე-16 მუხლი. რადგან ყოველივე რაც არის ქვეყნიერებაზე, ხორციელი გულის თქმა, თვალთა გულის თქმა და ქონებით სიამაყე, აქ ცოტა სხვანაირად წერია, მამისაგან კი არ არის, არამედ ქვეყნიერებისაგან არის. აქ წერია ზუსტად ამ გულის თქმებზე, ეს არის თვალთა გულის თქმა, ხორციელი გულის თქმა და აქ ქონებით სიამაყე წერია, მაგრამ სხვა თარგმანებში წერია ამაო დიდება. ეს ქვეყნიერებისაგან არის, ეს იმ ბუნებისაგან არის, რომელიც ადამიანს ჰქონდა. ძველი კაცის ბუნებაა ეს. და აი ამ ძველ კაცს ერთი ქართული სიმღერა არის, შეიძლება ბევრს ჰქონდეთ მოსმენილი ადამიანო. და ამ სიმღერაში ძალიან კარგად ავტორი ძალიან კარგად აღწერს ადამიანს, რომ ის ხან კეთილია, ხან ბუროტია, ვიღაცისთვის კარგია, ვიღაცისთვის ცუდია. ეს არის ადამიანის ბუნება. ადამიანის ბუნება. ადამიანის ბუნება ეშმაკის მსგავსად არის ცრუ, გულის თქმებზე აყოლილი და ხრწნადი. იმიტომ რომ გულის თქმა ეს არის ცოდვა. ცოდვის საზღაური კიდევ რომაელების მე-6 თავის 23 მუხლში ვიცით, რომ არის სიკვდილი. ძველი კაცის გამოსწორება, განახლება, გადაკეთება შეუძლებელი იყო. ერთადერთი გამოსავალი იყო მისი სიკვდილი. ძველი კაცი უნდა მომკვდარიყო. მაგრამ ძველი კაცი რომ მომკვდარიყავ, მაშინ ჩვენ უნდა მომკვდარიყავით.
ჩვენ ვიცით ისტორია ბარაბაზე, უბრალოდ, რომ ბარაბა უნდა ჯვარცმულიყო იმ ორ ავაზაკთან ერთად. ის ჯვარი, რომელზეც იესო ქრისტე გაეკრა, ის ეკუთვნოდა ბარაბას. ბარაბა სიმბოლურად წარმოადგენდა ზუსტად იმ ძველ კაცს. ბარაბა ცხოვრობდა თითოეულ ჩვენთაგანში. მაგრამ იესო ქრისტე, ღმერთმა მოავლინა იესო ქრისტე თავისი ძე იმისათვის, რომ ჩვენ არ მომკვდარიყავით და იესო ქრისტე მომკვდარიყო ჩვენს მაგივრად. და ჩვენ რწმენით ის ჩვენი ბარაბა, ის დამნაშავე, რომელიც ჩვენში ცხოვრობდა, ის რწმენით ჯვარცმული არის ქრისტესთან ერთად. თუ ის ბუნება ჯვარცმული არ იქნება ქრისტესთან ერთად, შეუძლებელი იქნება, რომ ვიცხოვროთ ისე როგორც ქრისტიანები. აი ზუსტად ესენი არიან ის ხორციელი ქრისტიანები, რომელმათაც ჯვარს არ აცვეს თავიანთი ძველი კაცი ქრისტესთან ერთად. როცა ჯვარცმა ხდება, როცა ძველი კაცის სიკვდილი ხდება, როგორ იშვება ახალი ქმნილება. როგორც თქვით, რა თქმა უნდა, თუ არ მოკვდა ძველი, ისე ახალი არ იქმნება. ხორბალი, რომელსაც ჩააგდებენ მიწაში, თუ არ მოკვდა, ისე არ აღმოცენდება. ამიტომ ის უნდა მოკვდეს, რომ ახალი აღმოცენდეს. პირველი, რაც მინდა წავიკითხო, ეს არის, რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით იოანეს სახარება. პირველივე თავი, რომელთაც მიიღეს იგი, მისცა მათ ხელმწიფება ღმერთის შვილებად გახდომისა, ვისაც წამს მისი სახელი, რომელნიც არა სისხლისაგან, არა ხორცის ნდომისაგან, არა მამაკაცის ნდომისაგან, არამედ ღმერთისაგან იშვნენ. იოანეს სახარებაში აქედან ვიგებთ, რომ ახალი ქმნილება ადამიანის სურვილზე და ადამიანის მოქმედებით არ იშვება, ის ღმერთისაგან იშვება. შემდეგი ადგილი, ეს არის იგივე იოანეს სახარება, უკვე მესამე თავი, მეხუთე მუხლი. აქ იესოსი და ნიკოდიმოსის საუბარია. მიუგო იესომ, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც არ იშვება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმერთის სასუფეველში. ანუ აქედან კიდევ ვიგებთ, რომ ახალი ქმნილებისთვის საჭიროა ნათლობა, ის წყლისაგან უნდა იშვას და უნდა იშვას სული წმინდისაგან. შემდეგი ადგილი, იაკობის პირველი თავი, მე-18 მუხლი. მან თავისი ნებით დაგუბადა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვიყოთ ვითარცა პირველ ნაყოფი მის ქმნილებათა შორის. აქედან ჩანს, რომ შობა ხდება ასევე ჭეშმარიტების სიტყვით. და ეს, რა თქმა უნდა, ერთ წამში არ ხდება. ეს არის უკვე პროცესი. იმიტომ რომ ღმერთის სიტყვა, აგერ ღმერთის სიტყვა, აი ამ სიტყვის თანახმად უნდა ვიშვათ, ამ სიტყვით უნდა ვიშვათ. და კიდევ ერთი ადგილი, ეს არის პირველი პეტრე, ესეც პირველივე თავი, მესამე მუხლი. კურთხეულია ღმერთი და ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამა, რომელმაც თავისი მრავალი წყალობით გშა ცოცხალი იმედისათვის იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით. დიდება ჩვენს ღმერთს, იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით. მან მოგცა, იესომ მოგცა თავისი სიცოცხლე. ჩვენ სიკვდილიდან სიცოცხლეში გადავედით მისი მკვდრეთით აღდგომით. ანუ აქედან ჩვენ თუ შევაჯამებთ ამ ადგილებს, შეგვიძლია ვთქვათ. მოდი ერთ-ერთ ადგილით წავიკითხოთ, უკვე სადაც პირდაპირ წერია, ეს არის ეფესელების მე-4 თავი, გავაგრძელოთ, წეღან თქვი რომ დაუბრუნდები მეთქი. 23 მუხლიდან და განახლებული ხართ თქვენი გონების სულით და შეგიმოსიათ ახალი ადამიანი, რომელიც შექმნილია ღმერთისამებრ სიმართლითა და ჭეშმარიტების სიწმინდით. ანუ აქედან ვიგებთ, რომ ახალი ქმნილება ღმერთით არის შექმნილი, ღმერთისამებრ არის შექმნილი,
სიმართლით არის შექმნილი, ჭეშმარიტების სიტყვით და სიწმინდით არის შექმნილი. ეს არის ახალი ქმნილების ბუნება. თუ ძველი კაცი იყო ცრუ, მაცდური, გულის თქმებს მიყიდული, ხრწნადი და მისი ბოლო იყო სიკვდილი, ახალი ქმნილება არის ღმერთით შექმნილი, ღმერთისამებრ შექმნილი, ჭეშმარიტების სიტყვით, სიმართლეში, სიწმინდეში და მისი ბოლო არის რა? მარადიული სიცოცხლე, დიდება ჩვენს ღმერთს. ეფესელთა წერილი ყველამ ვიცით მეორე თავი, ხო, მერვე მეათე მუხლი რომ მადლით ხართო გადარჩენილი. და ეს თქვენგან არ არისო. რწმენის მეშვეობით, ეს ღმერთის საჩუქარია. ჩვენ გადავრჩით ვიშვით ზეციდან, მაგრამ დამთავრდა აქ ყველაფერი? აი ვისთვისაც აქ დამთავრდა ყველაფერი და აღარ ხდება მისი გონების განახლება, აი ესეთი ადამიანები არიან უკვე შვინვიერი ქრისტიანები. ჩვენ წლების განმავლობაში ცხოვრობდით იმ ძველ კაცთან ერთად, რომელიც რწმენით ჯვარს ვაცით ქრისტესთან. წლების განმავლობაში ჩვენმა გონებამ შეითვისა ის, რაც მიწიერი იყო, რაც ქვეყნიერებიდან იყო. ჩვენი რეაქციებიც იყო ისეთი, როგორიც ყველა ადამიანს ჰქონდა. გაუცხოებული ვიყავით ღმერთის აზრს, ქრისტეს აზრს. და მოვედით და გავიგეთ კეთილი უწყება, მოვინანიეთ, მივიღეთ ის, რაც ჩვენთვის ღმერთმა გააკეთა ვიშვით ზეციდან და თუ აქ დავამთავრებთ ჩვენ შვინვას რჩება ის ძველი თვისებები ისევ. ის ძველი რაც ქვეყნიერებიდან მივიღეთ. ამიტომ ჩვენს შვინვას სჭირდება განახლება. ჩვენს შვინვას სჭირდება სულიწმინდისაგან ზრდა, სულიწმინდის მეურვეობა. როგორც ჩვენ როცა შვილები გვყავს, დაიბადებიან ჩვენს ოჯახში შვილები, მათ ისინი რა თქმა უნდა ჩვენი მსგავსები გახდებიან მერე, მაგრამ გახდებიან მაშინ თუ ჩვენ მეურვეობას, პასუხისგებლობას ვატარებთ მასზე. თუ ჩვენ ვზრდით, მათ ვასწავლით ყოველივეს, რაც საჭიროა ცხოვრებისათვის. ვასწავლით სიარულს, ჭამას და ასე შემდეგ ყველაფერს. ასევე ზეციდან შობილი ქრისტიანისთვის აუცილებელია გაიზარდოს. და მისი გამზრდელი პირველ რიგში, რა თქმა უნდა, არის სულიწმინდა. შემდეგ ეკლესია. გალატელების 2:20. პავლე მოციქული ამბობს ესეთ რაღაცას. და ახლა მე კი არ ვცოცხლობ, არამედ ქრისტე ცოცხლობს ჩემში. ახლა რომ სხეულში ცოცხლობ, რწმენით ცოცხლობ ღმერთის ძეში, რომელმაც შემიყვარა და თავი გასცა ჩემთვის. ახალი ქმნილება. ვინ არის ახალი ქმნილება? პავლე მოციქული არ ომს, მე კი აღარა ვარ ახლა აქ. ქრისტე ცოცხლობს ჩემში. მე რწმენით ქრისტეში ვცხოვრობ. ის ცოცხლობს ჩემში. მოდი წავიკითხოთ კიდევ რომაელების მერვე თავი. წავიკითხეთ, წეგან არ წავიკითხია, მაგრამ ახლა წავიკითხოთ. რომაელების მერვე თავი. ამასაც დაუბრუნდებით კიდევ. რადგან ისინი, ვინც ღმერთის სულით წარიმართებიან, ღმერთის შვილები არიან. ჩვენ მივიღეთ ღმერთის შვილობა, როცა ჩვენ მოვინანიეთ, როცა ჩვენი ძველი კაცი ჯვარს ეცვა და ვიშვით ზეციდან მოვინათლეთ და სულიწმინდა შემოდის ჩვენში და ჩვენ გავხდით ღმერთის შვილები. და ღმერთის შვილებს სჭირდება ზრდა. აქ წერია, რომ ისინი არიან ღმერთის შვილები, ვინც ღმერთის სულით წარიმართებიან. კორინთელებში, პირველ კორინთელებში წეგან თქვი ესმე და მოდი წავიკითხოთ ეს ადგილიც. პირველ კორინთელების მეორე თავი, მე-14 მუხლიდან. ხოლო მშვინვერი ადამიანი არ იღებს იმას, რაც ღმერთის სულისაგან არის, რადგან უგუნურებად მიაჩნია და არ ძალუც მიშის ეცნობა, რადგან სულიერად არის განსასჯელი. ხოლო სულიერი გამოიძიებს ყოველივეს, თავად კი არავისაგან გამოიძიება, რადგან ვინ შეიცნო უფლის გონება, რომ ურჩიოს მას.
და აქ შესანიშნავი რაღაც წერია ბოლოს. ჩვენ კი ქრისტეს გონება გვაქვს. შვინვიერი ადამიანი, რომელიც არ განვითარდა, არ არის მისი მისწრაფება ღმერთის შეცნობისაკენ, ღმერთის სიტყვის მიღებისაკენ, მისთვის მიუღებელი არის ის, რაც ღმერთს უნდა რომ უთხრას მას. ასეთი ადამიანები დღეს ძალიან ბევრი არიან. არა მარტო ჩვენ ხშირად ვიცით ხომ ეს სხვისკენ გახედვა, მაგრამ ფაქტები უფრო იქით ჩანს. ჩვენ უყურებთ დღეს ხომ რა ხდება სხვადასხვა ქრისტიანულ რელიგიურ კონფესიებში, ასე ვთქვათ. ეს ადამიანები ქრისტეს მარტო სახელს კი არ ატარებენ, ისინი წესჩვეულებებს ასრულებენ, მათ პასუხისმგებლობა აქვთ აღებული ხალხზეც. პირველი ფსალმუნი ყველა მიცის, ხო, რას გვეუბნება? გვეუბნება, რომ თუ დღე და ღამ უფლის რჯულში იქნება, თუ მასზე ვიფიქრებთ დღე და ღამ, ასევე იესო ნავესძეს პირველი სრვა, მაშინ ჩვენი შვინვა განახლებული იქნება ღმერთის სიტყვის მეშვეობით. და პავლე მოციქული აქ ამას კიდევ დაუბრუნდებით, ჩვენ გვეუბნება სულიერ ქრისტიანებს, როცა სულიერ ქრისტიანებზე ვისაუბრებთ, ამბობს, რომ ჩვენ კიო ქრისტეს გონება გვაქვსო. ვის უნდა რომ გქონდეს ქრისტეს გონება? ქრისტეს გონება როცა გააქვს, შენ უკვე ისი აზროვნებ როგორც ღმერთი. პავლე მოციქული როცა რჩევებს აძლევდა, ამბობდა, რომ ამას ჩემი აზრით გეუბნებიო ზოგიერთ ადგილზე, მაგრამ მეც ხო ღმერთის სული მაქვსო. ანუ პავლეს უკვე ჰქონდა ქრისტეს გონება. მას შეეძლო უკვე თვითონ ისეთი გადაწყვეტილებები მიეღო, რაზეც იგივე გადაწყვეტილებას მიიღებდა ღმერთი. მოდი კიდევ ერთი ადგილი წავიკითხოთ. იოანეს მესამე თავი. იოანეს მესამე თავში აქ საუბარია იოანე ნათლისმცემელზე. მივიდნენ იოანესთან და უთხრეს: რაბი, ის ვინც შენთან იყო იორდანეს გაღმა და ვიზეც შენ მოწმობდი, აჰა ის ნათლავს და ყველანი ვიზეც შენ მოწმობდიო, აჰა ის ნათლავს და ყველანი მასთან მიდიან. მიუგო იონემ და თქვა: ადამიანი ვერაფერს მიიღებს თვითონ, თუ ზეციდან არ აქვს მიცემული. თქვენ თვითონ დამემოწმებით, რომ თქვი, მე არა ვარ ქრისტე, არამედ მოვლენილი ვარ მის წინაშე, ვისაც საზძლო ჰყავს ის სიძია, ხოლო სიძის მეგობარი, რომელიც დგას და უსმენს მას, სიხარულით ხარობს სიძის ხმაზე. ეს ჩემი სიხარული უკვე აღსრულდა. და 30 მუხლს დაუკიდით. ის უნდა იზრდებოდეს, მე კი მცირდებოდე. ციდან მომავალი ყველაზე უმაღლესია, ვინც მიწიდან არის, მიწიერია და მიწისას ლაპარაკობს. ზეციდან მომავალი კი ყველაზე უმაღლესია. იცით, მე მინდა დაუკავშირო იმას, რომ ჩვენი ძველი კაცი, ჩვენი ჯვარცმულია, მართალია, მაგრამ ჩვენი მშვინვა აი მიწიერიდან იკვებებოდა. და როცა ზეციდან შობა ხდება ჩვენი, აი ეს მიწიერი ნაკვები მშვინვა ჩვენი უნდა მცირდებოდეს, ხოლო ზეციდან ვინც გველაპარაკება, ახალი ქმნილება იმის სიტყვით უნდა იზრდებოდეს. რომაელთა მე-12 თავი, ეს მუხლიც ხშირად წაგვიკითხია. და ყველა მეცით ალბათ ზეპირად. რომაელების მე-12 თავი. მეორე მუხლი. ნუ მიესადაგებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ რა არის ღმერთის ნება, კეთილი, სასურველი და სრულყოფილი. პავლე მოციქული გვეუბნება, რომ აუცილებელია, რომ ჩვენი გონება განახლდეს. აუცილებელია, რომ ჩვენი მშვინვა განახლდეს. თუ გვინდა, რომ ჩვენ ვიყვეთ სულიერი ქრისტიანები, თუ გვინდა, რომ ჩვენ ვიგებდეთ იმას, რასაც ღმერთი გვეუბნება და ჩვენი ბუნება იყოს ღვთიური ბუნება, ქრისტეს ბუნებით შეიცვალოს, მისი ბუნების თანაზიარი გავხდეთ, აუცილებლად უნდა მოხდეს ჩვენი გონების განახლება. ამ რამდენიმე ხნის წინ ჩვენ ჯგუფ 12-შიც
ჰქონდა ყველაზე, რა ვთქვათ, ასეთი ეს დავალება იყო მეორე პეტრეს წერილი, ხო? ეს ყველა ქრისტიანისთვის დავალება არის. ის 7 საფეხური უნდა გავიაროთ, რომ ჩვენში იყოს ღმერთის სიყვარული, რომ ჩვენ ცხოვრობდეთ ისე, როგორც ღმერთი. ჩვენ ღმერთზე ვამბობთ, რომ ის სიყვარულია და ჩვენ სიყვარული უნდა გავხდეთ ერთმანეთისთვის, გარემოცისთვის და სიყვარული რო გავხდეთ, გასავლელია ძალიან ბევრი რაღაც. იცი, გადარჩენა, ხსნა არ მთავრდება, კიდევ ვამბობ, იმ დროს, როცა ჩვენ ზეციდან ვეშვებით. გადარჩენა ჩვენ მივიღეთ მაშინ, მაგრამ უნდა გავიაროთ ამ ხსნის გზა და უნდა მივიღოთ ბოლომდე გადარჩენა. ეს ჩვენი სხეულების გამოსყიდვაა უკვე ბოლო. ამისათვის შრომაა საჭირო. ამისათვის ღმერთთან ურთიერთობაა საჭირო. ამისათვის მის სიტყვასთან ურთიერთობა არის საჭირო. ამისათვის საჭიროა, რომ ჩვენი მშვენვა განახლდეს ღმერთის სიტყვის თანახმად. იცი, ჩვენ ხშირად ვამბობთ ხოლმე, მონანიება ეს არ არის მხოლოდ იმის თქმა, რომ ღმერთო მაპატიე. ჩვენ ვიცით უკვე, რომ მონანიება არის ბერძნული სიტყვა მეტანოია და 180 გრადუსით შემოbrunებას ნიშნავს ღმერთისგან. მაგრამ მე გეუბნებით, რომ მხოლოდ შემოbrunება, შემოbrunდი, მაგრამ მე რა გავაკეთო? მონანიება ეს მხოლოდ შემოbrunება არ არის. მონანიება ჩვენი აზრების 180 გრადუსით შემოbrunებაა. თუ მე ვცხოვრობდი ჩემი მეობით, ჩემი გაგებით, რაღაცა გაგება მქონდა, ხო, ყველას რაღაცა გაგება აქვს. მე ვბრუნდები ღმერთისაკენ და ახლა უნდა მქონდეს ღმერთის გაგება. ახლა უნდა მქონდეს ღმერთის აზრები. მონანიება ეს არის ჩვენი გონების, ჩვენი მშვენივის განახლება. წავიკითხოთ მოდი ერთი ადგილი, კიდევ წმინდა წერილიდან. ეს არის მეორე კორინთელები. გონება უნდა მიაღწიოს სრულწლოვანებას, ქრისტეს სრულწლოვანების ასაკს. ეს ხდება მაშინ, როცა ღმერთის სიტყვასთან გვაქვს ურთიერთობა და სულიწმინდა გვეხმარება, როცა ჩვენ დღე და ღამ ვფიქრობთ მის რჯულზე, როცა ჩვენი მისწრაფება არის მის რჯულში, როცა არ ვართ ავყიათა საკრებულოში, როცა ნაკლებს უთმობთ სხვადასხვა გართობას, სხვადასხვა თამაშებს, ამაო რაღაცეების კეთებას და ჩვენ დიდ ნაწილს ვახმართ ღმერთთან ურთიერთობას, მაშინ ჩვენ სრულწლოვანები ვხდებით. ღმერთისთვის ახალი ქმნილება ეს არის მისი შემოქმედების გვირგვინი. ღმერთს ახალი ქმნილებისათვის ჩაფიქრებული აქვს ზუსტად ის, რაც დაბადების წერილში წავიკითხეთ, რომ მას უნდა რომ ჩვენ ვიყვეთ მისი ხატება, აი ამ გონების განახლებით, ჩვენი მშვენივის განახლებით ჩვენ გავხდეთ მისი მსგავსები და რომ მან მოგცეს ჩვენ მემკვიდრეობა და ძალა უფლება ყველაფერზე, რაც ჩვენთვის შექმნა ღმერთმა. მოდი ერთი ადგილით წავიკითხოთ ეფესელების პირველი თავი. მოდი ამ თავს თავიდანვე წავიკითხო. თუმცა მე-11 მოხლი მინდოდა მარტო, მაგრამ მოდი თავიდანვე წავიკითხოთ. მადლი და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალი იესო ქრისტესაგან. კურთხეულია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, რომელმაც გვაკურთხა ქრისტეში ყოველგვარი სულიერი კურთხევით ცათაშინა, როგორც ამოგვირჩია ჩვენ მასში სამყაროს შექმნამდე, რათა წმინდანი და უბიწონი ყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით. წინასწარ განსაზღვრა ჩვენი შვილება იესო ქრისტეს მეშვეობით, თავისი ნებისამებრ, თავისი მადლის დიდების საქებრად, რომლითაც მოგმადვალა თავის სიყვარულში. მასში გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლის მეშვეობით, ცოდების მიტევება მისი მადლის სიმდიდრის თანახმად, რომელიც უხად მოგცა ყოველგვარი სიბრძნით და გონებით, რა კი გვაუწყა თავისი ნების საიდუმლო, თავისი სათნოყოფით, რომელიც წინასწარ განაჩინა მასში, ჟამთა აღსების განსაგებლად, რათა ქრისტეში მოიყაროს თავი ყოველივემ, რაც ცაშია და რაც მიწაზეა. მასში ვიპოვეთ კიდეც მემკვიდრეობა,
წინასწარ განწესებულებმა, მისი განჩინების თანახმად, ვინც ყოველივეს იქმს თავისი ნების გადაწყვეტილებით. მასში ვიპოვეთ ჩვენ მემკვიდრეობა, ღმერთი ჩვენ პირდება, ღმერთი ჩვენ გვამზადებს ქრისტეს მემკვიდრეებად, მაგრამ ვიდრე ბალღები ვართ, არასრულწლოვანს მემკვიდრეობა არ გადაეცემა, ვიდრე ის სრულწლოვანი არ გახდება. ამიტომ ვიდრე ჩვენ ვრჩებით ბალღები სულიერად, ჩვენი მემკვიდრეობა ჩვენთვის შენახულია, მაგრამ ელოდება იმ დროს, როცა ჩვენ შვინვა იქნება განახლებული და სრულწლოვანი, რომ მივიღოთ ეს მემკვიდრეობა. რომაელების მერვე თავს დაუბრუნდები ისევ. ჩვენ მე-14 მუხლი წავიკითხეთ და შემდეგ გავაგრძელოთ. ისევ მე-14-დან დავიწყებ. რადგან ისინი, ვინც ღმერთის სულით წარიმართებიან, ღმერთის შვილები არიან. რადგან არ მიგიღიათ მონობის სული, რათა კვლავ შიში იყოთ, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ აბა მამაო. სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენ სულს, რომ ღმერთის შვილები ვართ, ხოლო თუ შვილები, მაშინ მემკვიდრენიც. ღმერთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი თუ მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად განვდიდდეთ კიდეც. ეს არის მიზანი ღმერთისა. იესო ქრისტემ გაგვიცხადა ღმერთის სახელი. ერთ-ერთი კონფესიის ხალხი იძახიან, რომ ქრისტეს სახელი იეჰოვა არის, მაგრამ აქ სხვა რაღაცას ვკითხულობთ. ქრისტემ ის ღმერთი შემოქმედი ცისა და ქვეყნისა გაგვაცნო და გაგვიცხადა როგორც აბა მამაო, ჩვენი მამა, ჩვენი მშობელი და როგორც წეღანო თქვით, ის ვინც ეშმაკისაგან იყო შობილი, მისი მსგავსი იყო, მასავით ცრუ იყო და ხრწნილებისა და სიკვდილის თანამდები იყო. ხოლო ჩვენ როგორც ღმერთის შვილები, ღმერთის მსგავსები გავხდებით, თუკი ამ გზით წავართ, თუკი ჩვენი გონების განახლებით წავართ. ის ჩვენი მამაა, მას ჩვენთვის ყველაფერი აქვს. მან თავისი ძე არ დაინდო, რომ ჩვენთვის შეეწირა და მასთან ერთად განა ყველაფერს არ მოგცემსო. ჩვენ ქრისტეს თანამემკვიდრეები ვართ. და ბოლო მუხლს წავიკითხავ, ეს არის ეფესელების მეორე თავი, მე-11 მუხლიდან. ამიტომ გახსოვდეთ, რომ თქვენ ოდესღაც ხორცით წარმართები, რომელთაც წინ დაუცვეთელებს გიწოდებდნენ და ისინი, ვისაც ერქვათ წინდაცვეთილები, ხორცის წინადაცვეთით, რაც ხელით სრულდებოდა, რომ იმ ჟამს თქვენ ქრისტეს გარეშე იყავით. ისრაელის მოქალაქეობისაგან გაუცხოებულნი, აღთქმის მცნებათაგან უცხონი, არ გაგაჩნდათ სასოება და უხთონი იყავით ამ ქვეყნად. ახლა კი იესო ქრისტეში ოდესღაც შორს მყოფნი, ახლობლები გახდით ქრისტეს სისხლით, რადგან ის არის ჩვენი მშვიდობა, რომელმაც ორი ერთად აქცია და დაარღვია გამყოფი ზღუდე, გააუქმა მტრობა თავისი სხეულით, მცნებათა რჯული თავისი ბრძანებებიანად, რათა ორისაგან თავის თავში შეექმნა ერთი ახალი ადამიანი, მშვიდობის მყოფელი და ერთ სხეულში ორივე შეერიგებინა ღმერთთან ჯვრის მეშვეობით, მასში მტრობის მკვდინებით. და მოვიდა და გახარათ მშვიდობა თქვენ, შორებელთ და ასევე მშვიდობა ახლობელთ, რადგან მის მიერ ორივეს გვაქვს ერთი სულით მისადგომი მამასთან. ამიტომ თქვენ უკვე აღარ ახართ უცხოები და მდგმურები, არამედ წმინდათა თანამოქალაქეები, ღმერთის სახლეული, დაშენებულნი მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საზირკველზე, სადაც თვითონ ქრისტე იესოა ქვაკურთხედი, რაზედაც მთელი შენაწევრებული შენობა იზრდება წმინდა აზრად უფალში, რაზეც თანა შენდებით თქვენს ღმერთის საცხოვრისად სულში. დიდება ჩვენს ღმერთს. ჩვენ უნდა ვიყოთ სულიერი ქრისტიანები. ჩვენი მშვენმა უნდა იყოს განახლებული. ჩვენ აღარ ვეკუთვნით იმას. ჩვენი ძველი კაცი რწმენით ჯვარცმულია ქრისტესთან ერთად, მაგრამ ნუ გავჩერდებით ამაზე. ჩვენი მშვენმა უნდა განახლდეს
ღმერთის სიტყვით, სულიწმინდის მეშვეობით. და იესო ქრისტე აი ამ ეფესელების წერილში გვეუბნება, რომ ჩვენ ოდღესაც უცხონი, ჩვენ ებრაელი ხალხი გოიმებს ეძახდა, ხო წარმართებს, ისინი ძაღლებად იყვნენ მიჩნეული, ისინი არაფერს არ წარმოადგენდა, მაგრამ ქრისტემ წაშალა ეს. ქრისტემ ჩვენ ებრაელ ხალხთან გაგვაერთიანა, ორნი ერთად აქცია, ჩვენ მისი სხეულებით ნაწილი გავხდით და დაშენებული ვართო მოციქულთა მოძღვრებაზე, იმ საბძირკველზე, იმ საფუძველზე, რომელიც მათ დაგვიდეს და ეს არის იესო ქრისტე. გაკურთხებთ იესო ქრისტეს სახელით და ყველას ეკლესიას მოუწოდებ, რომ ჩვენ ვიყვეთ სულიერი ქრისტიანები, ჩვენ ვიყვეთ შეკავშირებული სულიწმინდის მეშვეობით, სხვანაირად ვერ გავიზრდებით, წინ ვერ წავალთ და ჩვენი ბოლო ეს არის მარადიული სიცოცხლე და მემკვიდრეობა ქრისტესთან ერთად.